საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების დანაშაული გახსნა. დაკავებულია უცხო ქვეყნის ერთი მოქალაქე. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2015-2018 წლებში ბრალდებულმა ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ჩაიდინა მატერიალური სარგებლით მოტივირებული დანაშაულები და მართსაწინააღმდეგო დაეუფლა დაახლოებით $2,300,000 ამერიკულ დოლარს. მართსაწინააღმდეგო ქმედებების შედეგად მოპოვებული თანხის უკანონო წარმომავლობის შესანიღბად და კანონიერი სახის მიცემის მიზნით ბრალდებულმა პირადად და დაკავშირებული პირების მეშვეობით საქართველოს საბანკო დაწესებულებებში გახსნილ ანგარიშებზე, ასევე სამორინეებსა და კაზინოებში დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული $1,446,758 ამერიკული დოლარი ბალანსის შესავსებად განათავსა. უკანონო შემოსავლის ლეგალურ ფინანსურ ბრუნვაში ინტეგრირების მიზნით ბრალდებულმა თანხის წარმომავლობას შენიღვა როგორც აზარტული თამაშების შედეგად მიღებული მოგება და თანხის სახეცვლილი ნაწილი სხვადასხვა ფიქტიური დანიშნულებით როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ, პირადად და დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა. დაკავებულს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახე და ზომად 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულში შესაძლო მონაწილე სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით.